გახშირებული სტიქიების ფონზე გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი აგროდაზღვევის პროგრამაში. ფერმერებისთვის მიყენებული ზარალის შესამცირებლად სახელმწიფო პროგრამის გაფართოება იგეგმება. დღეს მოქმედი საადაზღვევო სისტემა პოლისების მფლობელებს ცალკეული სტიქიების რისკების განაზღვევს, თუმცა ყველა კლიმატურ რისკს არ მოიცავს. დაზღვევა არც ყველა კულტურაზე არ ვრცელდება. ცალკე პრობლემაა ზარალის შეფასების გაჭიანურება და ზუსტი აღრიცხვა. თუ ფლობთ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს, რომელზეც ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი კულტურებია გაშენებული, სახელმწიფო გთავაზობთ აგროდაზღვევას სტიქიური მოვლენებისგან, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ სავარაუდო რისკები და შეინარჩუნოთ შემოსავალი. სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვები. ყველა ამ სტიქიური მოვლენისგან მოსავლის დაზღვევას შესაბამისი პოლისის ყიდვით შეძლებთ. დაზღვევის მისაღებად ფერმერს მხოლოდ 4 დღით მოცდა მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პაკეტი ყიდვიდან 4 დღეში ამოქმედდება. ამიტომ სოფლის განვითარების სააგენტოში ბენეფიციარებს ურჩევენ დროულად დააზღვიონ მოსავალი და არ დაელოდონ ნაყოფის გამოტანას. როდესაც ფერმერი მიმართავს სადაზღვეო კომპანიას და ყიდულობს სადაზღვეო პოლისს, 4 დღე ის არ შედის ძალაში. მხოლოდ 4 დღის გასვლის შემდეგ შედის ძალაში და ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამ პერიოდის განმავლობაში სტიქიური მოვლენა დადგა, სადაზღვეო კომპანიას აქვს უფლება, რომ არ აუნაზღაუროს ზარალი. ზუსტად ეს არის, რომ ვამბობდი, რომ სანამ ნაყოფს არ გამოიტანს ხეზე, მანამდე არ მიმართავენ, ამიტომ ჯობია ხოლმე, რომ დაიჭირონ თადარიგი და დროზე ადრე მიმართონ და დააზღვიონ საკუთარი მოსავალი. რაც შეეხება გამოწვევებს, ფერმერები მთავარ პრობლემად სადაზღვევო კომპანიების მხრიდან დაგვიანებულ რეაგირებას ასახელებენ. თუმცა როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში განმარტავენ, დადგენილია კონკრეტული ვადები, რა პერიოდშიც სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები ადგილზე ზარალის შესაფასებლად უნდა ჩავიდნენ. მაგალითად, ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში განსაზღვრულია 2 კვირიანი პერიოდი, მრავალწლოვანის შემთხვევაში 3 კვირა, ხოლო ციტრუსოვანი კულტურების ზარალის დასათვლელად შემფასებლებს 30 დღიანი ვადა აქვთ. ამასთან დაკავშირებითაც მუშაობთ სადაზღვეო კომპანიებთან. ვცდილობთ, რომ ეს პერიოდი შევამციროთ. ჩვენ ამ თარიღებს ვაკონტროლებთ. მინდა გითხრათ, რომ პროცედურულად დარღვევები არ ქონია, თუმცა გვიან ჩამოდიან არის ძალიან სუბიექტური შეფასება, ვისთვის რა არის გვიან, ვისთვის რა არა. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვთხოვთ ხოლმე ბენეფიციარებს, რომ თუ თვლიან, რომ სურთ უფრო ადრე ჩავიდნენ მართლან, მოგმართონ ჩვენ დარეკონ ცხელხაზე 15 და მინდა გითხრათ, რომ სადაზღვეო კომპანიები ამ კუთხით ძალიან კარგად თანამშრომლობენ ჩვენთან. აგროდაზღვევის პროგრამას არაერთი გამოწვევა ახლავს, ამბობენ ფერმერთა ასოციაციაში. მათივე თქმით, საჭიროა პროგრამის გაფართოვება, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლისი უნდა ფარავდეს როგორც ყველა კულტურას, ისე სხვა კლიმატურ რისკებსაც. ამასთან ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ პროგრამა არის ცენტრალიზებული და ყველა რეგიონისთვის ერთი პრინციპია შემუშავებული. ინფორმაციის ნაკლებობასთან ერთად, რაც აგროდაზღვევის გარშემო ფერმერების ცნობიერებას ეხება, გამოწვევა არის ის, რომ ძირითადად პროგრამა არის ძველი შემუშავებული, ასე ვთქვათ, და არ ითვალისწინებს იმ თანამედროვე ინტენსიური ბაღების მოსავლიანობას და ხარისხს, ასევე იმ საჭიროებებს, რაც თანამედროვე ფერმერებს აქვთ. იმართება პროგრამა ცენტრალიზებულად, ფაქტიურად ყველა რეგიონში მსგავსი პირობებია. ცვლილებებიც გვექნება აუცილებლად აგროდაზღვევის პროგრამაში 24 წლისთვის, რომელიც იქნება მორგებული უფრო მეტწილად ფერმერებზე და შეძლებენ ისეთი რეგიონებიც პოლისების შეძენას, რომლითვისაც თვლია, მაგალითად იმერეთში თვლის, რომ ძვირია პოლისი, შესაძლებელი იქნება, რომ მათაც შეიძინონ უფრო ხელსაყრელ პირობებში პოლისები. სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ 2024 წლისთვის აგროდაზღვევის პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევა, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროვებენ. უწყებაში ცალსახად აღნიშნავენ, რომ წელს პროგრამა ბენეფიციარებისთვის გაცილებით გაუმჯობესებული და ხელმისაწვდომი იქნება. 2023 წლის მონაცემებით სულ 8000-მდე ბენეფიციარზე დაახლოებით 15000 პოლისია გაყიდული. სადაზღვეო პრემიის მოცულობამ 16.500.000 ლარი შეადგინა. სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალის მოცულობამ კი 15 მილიონ ლარს გადააჭარბა. სოფლის განვითარების სააგენტოში ფერმერებს მოუწოდებენ დროულად შეიძინონ პოლისები და საკუთარი მოსავალი კლიმატური რისკებისგან დაიცვან.